სიტუაციაში მე არ ვარ. მე მარიამი. მე ნია. და დღეს ვისაუბრებთ წინა საგამოცდო სტრესსა და შფოთვაზე და რა გავლენა აქვს ზოგადად ამ ყველაფერს ჩვენს ფსიქიკაზე. ჩვენი მოწვევის სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი რუსლან კეჭახაძე, ფსიქოლოგის პირველ რიგში მინდა გავსაუბროთ შფოთვა საიდან მომდინარეობს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და როგორ ხდება შფოთვის იდენტიფიცირება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ეხლა რაც შეეხება შფოთვა საიდან მომდინარეობს. ვლაპარაკობთ შფოთვაზე, ჯერ დავაზუსტოთ რა არის შფოთვა. შფოთვა არის შიშის მაგვარი მდგომარეობა. ოღონდ განსხვავება არის იმაში, რომ შიშის დროს არის რეალური საფრთხე, რაც მართლა შიშის გამოწვევია, შფოთვის დროს ასეთი რეალური საფრთხე არ არის. და შფოთვა ფაქტიურად ყოველთვის მიმართულია ჩვენი მომავლისკენ. ანუ რა იქნება, რა მოხდება, ხვალ რა იქნება და ხშირად, აი, როდესაც ასეთი აზრები მოხდის, ბუნებრივი ადამიანი დაძაბული, ესე ვთქვათ, შეშფოთებული და არ იცის რა ხდება რა გაკეთოს. და საქმე იმაშია, რომ ხშირად ეს შფოთვა უკავშირდება არა რეალურ საფრთხეს, არამედ ჩვენს აზრებს. ჩვენ თვითონ, როგორ გითხრათ, ესე ვთქვათ, მივმართავთ იქეთკენ საქმე მიყავს იქიდან, რომ არაფრიდან შექმნათ რაღაცა პრობლემა და მე ამის გამო ვინერები ხო? აი, ძალიან ისეთი შედარებას არ გავაკეთე, რომ შიში ერთია ემოცია, შფოთვაც ემოცია, ოღონდ ეს არის ამისი მსგავსი მდგომარეობა. აი, შფოთვის დროს არის მაშინაც რაღაცა, რომ გითხარი რა გეშინია. ამ წუთას რეალურად ამჟამად არის საშიში. არაფერი არ არის საშიში, ხო? შვიდად ვარ, უსაფრთხო ადგილას ვარ და შფოთავ რა იქნება ხვალ, რა იქნება ერთი კვირის მერე. და ამიტომ ვამბობ, რომ შფოთვას ხშირად ფაქტიურად ჩვენი ნეგატიური აზრები იწვევს. მე თვითონ რაღაცაზე დამფიქსირდები და მე აი ვატრიალებ, რა იქნება. და ამიტომ ვამბობ, რომ შფოთვა ყოველთვის არის მიმართული მომავლისკენ. შიში აწყვოა. ამ წუთას თქვათ გამოჩნდა რაღაც საშიში და ბუნებრივად მე შევშინდია ქუჩაზე გადავდივარ სიტუაციაში. ხო? და არ გავიხედე თავის დროზე და უცებ დავინახე, რომ მოკრის მანქანა და მიშველავდა, რომ გადავდი უკან. ბუნებრივია შემეშინდა, იმიტომ რომ ამ დროს რეალური საფრთხე არსებობდა იმისა, რომ მე ვთქვათ დაგმართოდა, ხო, ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნებოდა თუ ასე ჩემში მოხდებოდა და უკეთესი ვარიანტი იქნებოდა თუ რაღაცა მოხდებოდა, ხო? თლად უკეთესი იქნებოდა თუ აი შიში და ამითი გამოვიდოდი, რომ შევშინდებოდი ერთი მაგრად და მეტი არაფერი არ გამოვიდა. რა ჩავუბრალდეთ შოუთ ამას, აი წინა საგამოცდოთ განსაკუთრებით არის ხოლმე სტუდენტებში, რომ ეს შფოთვის მდგომარეობა ძლიერდება და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ალბათ ეს სამომავლო შედეგზე შფოთვა უფროა, ვიდრე თვითონ პროცესზე. ან რა ხდება ამ დროს ადამიანის ფსიქიკაში? როგორ მიმდინარეობს სტრესი და შფოთვა? იმიტომ კი არის იდენტური, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად διαφορετია. სხვადასხვა რაღაცაა, ხო, ცხადია. ნუ მაშინ ჯერ ვთქვათ სტრესი. რა არის ზოგადად სტრესი? იმიტომ რომ ეს ისეთი სიტყვა არა, ჩვენ ყოველდღიურად გვესმის, ან ჩვენ თვითონ ვამბობთ, ვაიმე როგორ დავისტრესე, ვიღაცა ამბობს, აი საშინელი სტრესი მქონდა და რა არის ბოლო სტრესი? სტრესი თუ სიტყვით შევხედავთ, აი საიდან მოდის, ინგლისური სიტყვა დანიშნავს ზეწოლას, ნიშნავს დაძაბულობას. თუ ეხლა განმარტებას დავანებებ და როგორც მოვლენარას ნიშნავს და ადამიანთან მიმართებაში როგორია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი, ესე ვთქვათ, ნორმიდან გამოსული დაძაბულობის მდგომარეობა. და ვთქვი, რომ სტრესი სიტყვა თავისთავად ფაქტიურად, როგორ ვთქვათ, აი ჩვენი ცხოვრებისგან განუყოფელი ამბავია, იმიტომ რომ ყოველდღიურად ხდება. მაგრამ მაინც ეხლა რომ ჩავყვი, საიდან მოდის თვითონ ეს ტერმინი, ვინ გამოიყენა პირველად, თვითონ რას უყურებ, როგორ უყურებდა სტრესს, როგორც მოვლენას. ეს ფსიქოლოგიაში შემოიტანა კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანსელიემ და რას ამბობდა სელია? სელია ამბობდა იმას, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ეს ადამიანი იქნება, ცხოველი იქნება, ფრინველი იქნება, ბუნებრივად აქვს იმის ინდირექტილება, რომ გადარჩეს დატოვოს შთამომავლობა, მაგრამ ეს რომ მოახდინოს, საჭიროა შეეგუოს იმ გარემოს, სადაც ცხოვრობს. ანუ ადაპტირდეს იმ გარემოში, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. და ჩვეულებრივად, ეხლა თუ ავიღებთ შედარებით უფრო დაბალი დონის ორგანიზმებს, მაგალითად, ფრინველები იქნება, მწერები იქნება და ასე შემდეგ, მათ აქვს ინსტინქტები. ინსტინქტი ეს არის უკვე გამზადებული შაბლონი,
გამოიჭება სიტყვაზე ობობა და იცის რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. ხა როცა ლაპარაკი ადამიანებზე, აქ ასეთი გამზადებული ჩვენ არაფერი არ გვაქვს. ამას მე ყველაფერს თანდათანობით სოციუმთან ურთიერთობთ. ვითვისებ და ვსწავლობ და ყოველ შემთხვევაში იმ გარემოს, იმ რეალობაში ვართ ადაპტირებულები, სადაც ვიწერს ცხოვრება. მაგრამ ეს გარემო თქვენ თვითონ დამერწმუნებით, რომ არ არის ერთგვაროვანი. ერთგვაროვანი კი არა, ძალიან ცვალებადია, ხო? ყოველ წელს იცვლება, რაღაცა იცვლება და ორგანიზმი ამბობ, იმიტომ რომ გულისხმობ ყველანაირ ცოცხალებას ებაზარწუთას, ორგანიზმს უწევს აი ამ შეცვლილ გარემოსთან ახლა თავიდან მოგება და სწორედ აი სანამ მოერგებოდეს, სანამ მოახდენდეს ადაპტირებას, მანამდე ხდება მობილიზება, დაძაბულობა, სწორედ აი ამას უწოდა სერიები სტრესი და სხვა სახელსაც იყენებდა ეს ზოგადი ადაპტაციული სინდრომი უწოდა ყველაფერ ამას. ზოგადი ადაპტაციული სინდრომი გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს მობილიზება, ეს გარკვეული დაძაბულობა ჭირდება ორგანიზმის იმისთვის, რომ ამ ცვლილებას ახლა მოერგოს და ისევე წონასწორობა დამყარდეს. ხდება ორგანიზმი ცდილობს იყოს წონასწორობაში, ან ჰომოსტაზურ მდგომარეობაში, გარემოსთან. რაღაცა დაიყო წონასწორობა, რაღაც გაჩნდა ახალი და მე ახლა ამ ახალს უნდა მოერგო და ბუნებრივია სტრესი მარტო ადამიანის არ ახასიათებთ. ცხოველებსაც არ ახასიათებთ სტრესი და როგორც ამბობენ, მცენარეებსაც კი ახასიათებს სტრესი. ახლა დავუყენოთ ჩვენ მაინც ადამიანს, ასე რომ სტრესი ფაქტიურად თუ შევხედავთ, განუყოფილია ჩვენი რეალობისგან. ეს იქნება რაღაც კორტიზოლები მაინც უნდა იყოს, იმიტომ რომ იქ მომოქმედებს და ანუ რაღაც დოზით კორტიზოლი საჭიროა, რაღაც დოზით ადრენალინი საჭიროა, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რა რაოდენობით და როდის. რა თქმა უნდა, ბალანსირებთ ახლა კორტიზოლის და ადრენალინის ეს არის ის ჰორმონები, რომელიც გამოიყოფა ზუსტად სტრესის მდგომარეობაში და ახლა თუ ასე შევხედავ, ჯერ ეს სტრესი ლოგესმით სიტყვა. რის ასოციაციას იწვევს თქვენში? დაძაბულობა. ანუ უფრო ემოციური გადატვირთვა, კი ბატონო, შეიძლება იყოს ინფორმაციული გადატვირთვაც და ნახეთ რა არის სტრესი, ყოველთვის ჩვენ ახული გვაქვს როგორც რაღაცა ცუდი. აი უარყოფითი კონტექსტი ვიგებთ ასეთ არა. არა და მასე არ არის საქმე. რას გულისხმობ ახლა ამაში. არის სტრესი, რომელიც ნამდვილად უარყოფითია და თუ დიდხანს გრძელდება საერთოდ ადამიანის გამომბიტვას იწვევს და უცურვებას იწვევს და არის შემთხვევები ფიზიკურ გარდაიცვალა. ხო, ფიზიკურში და საერთოდ აკონტროლებს კიდევ სხვა რა შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს კიდევაც, ხო? მაგრამ არის სტრესი, ყოველდღიური სტრესი რო ვთქვი ჩვენ. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, თუნდაც რაღაც საქმეს, ხო მობილიზებული ვარ რაღაც გარკვეულად და გარკვეულად დაძაბულობა. ეს სტრესია. ოღონდ ამას უწოდებენ ეუსტრეს, ეს არის ეუსტრესი ერთი გაგება. ანუ ზომიერი სტრესი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ჩვენი ეს ვთქვათ, საქმიანობის შესასრულებლად. არის ეუსტრესი მეორე გაგებით, ეს არის სტრესი, რომელიც გამოწვეულია სასიამოვნო ამბებით. ხო? ეს შეიძლება იყოს ძლიერი სიხარული, ძალიან დიდი ბედნიერების განცდა, ხო? ორგანიზმისთვის ესეც სტრესია, იმიტომ რომ ნახეთ რომელი ემოციაც არ უნდა იყოს, ყოველთვის არის აგზნების მდგომარეობა. და არსებობს ესე ვთქვათ, აგზნების ოპტიმუმი. თუ ეს ცოლის კანონს გავეხსენებთ, როგორი კანონზომიერება დაადგინეს, მაგრამ მე-20 საუკუნეში აღმოჩნდა, რომ აგზნების გარკვეული დონე ჩემს საქმიანობას თურმე აუმჯობესებს. ცოტა აგზნება მოიმატა, უკეთესად ვაკეთებ, მოიმატა, მაგრამ ნახეთ, მიდის რაღაცა წერტილამდე, იქამდე რომ მივა, მე დამთავრდა. მე როგორ მოდის ჩემი საქმიანობა მკვეთრად ვარდება და ცხელდება. იმიტომ რომ ის უკვე ძალიან ძლიერია. კი, ჩემი ორგანიზმი ვეღარ უძლებს ასეთ ძლიერ აგზნებას და დახმარების მაგიერი და გაუმჯობესების მაგიერი ხელი მეშება და რა ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც უნდა ვაკეთებ. ასე რომ თუნდაც ავიღოთ ესეთი ახლა თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, გამოცდის ძალიან კარგად ჩამარაგო. რომ მინდა ისე. რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, ხო? ქორწილიან ადამიანს. ბუნებრივია, ძალიან ბედნიერი ამბავია და სასიხარულოა. შვილი შეეძინა, ძალიან დიდი სიხარულია. გასაგები ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი ამბები, რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ნახეთ, ორგანიზმისთვის ესეც არის სტრესი. აი ეუსტრესი მეორე გაგებით არის ესეთი სტრესი, რომელიც გამოწვეულია კარგი ამბებით.
გამოსცემს უკვე ისედაც ხარს. კარგი თორია აქ, იმიტომ რომ მაინცულებს რომ მეცადინებს და კარგი შედეგზე გავიგე. კი, ნახეთ, აი განკლერობის დონის სტრესი, ესე ვთქვათ, ზომიერი სტრესი, ეს არის უკეთესი, ვიდრე რომ საერთოდ არ გქონდეს ადამიანს არანაირი სტრესი, არანაირი მობილიზება არ გქონდეს, არანაირი დაძაბულობა არ გქონდეს და ისე ეკვესრა, რაც იქნება იქნება. ასეთ შემთხვევაში, როცა ასეთი სიტუაცია ხელშემწყობი დიდად და კარგი შედეგების მომტანი, ასე დროს არა. და რჩება ჩვენ კიდე აი მესამე განმარტება კი არა სახესავე შეგვიძლია ვთქვათ, აი ცუდი რო გვახსენდება სტრესის ხსენებაზე ყოველთვის რატომ? ეს არის დისტრესი. ეს არის დისტრესიც არის სტრესი, ოღონდ ეს არის გამოწვეული ცუდი ამბებით. რაღაც უსიამოვნო ამბებით. აი მაგალითად, თუნდაც გამოცდის ერთჩაბარება. ერთი სტუდენტისთვის ბუნებრივი ესეც სტრესია, ხო და დისტრესია. რო ვიყოთ ისეთი ამ როგორიცაა მაგალითად შეყვარებულთან დაშორება. სტრესია ცხადია. როგორიცაა ისეთი ამბავი, როგორიცაა რაღაცის დაკარგვა. შინაგანი კონფლიქტი არასწორია. ხო, ეგ ცალკე თემაა კიდე, რომ აუცილებლად ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გავაკეთო. პერფექციონიზმი თავისთავად ბუნებრივია სულ დაძაბული ხარ, იმიტომ რომ თუ შენ გააკეთე კარგად, მაგრამ არა ისე კარგად, როგორც შენ თვალში კარგი, ხო, ვისაც არ გაგეკეთებინოს, ისე უყურებ შენ, ნუ კი ეს, მაგრამ ეს ხო ის არა, რაც უნდა ყოფილიყო. აი, მოლოდინების თემა ხო არის, რომ არა მხოლოდ შენ საკუთარ თავთან გაქვს მოლოდინები, არამედ გარშემო მყოფებსაც, ასე ვთქვათ, მშობლების და მეგობრების მხრიდან აქვს შენზე იმხელა მოლოდინები დამყარებული, რომ რაღაცნაირად გრძნობს ეწოლას, რომ ისე თუ არ გამომივა, როგორც მაგალითად ისინი ერიან ჩემგან, სხვა შემთხვევაში ორმაგდებაც აი, ხო, მაგალითად ეროვნულების თემას რო შევხვდით, ძალიან აქტუალურია დღემდე და ყოველ წელს, რაღაცნაირად წინასწარი განწყობა ბავშვებს მასაკში აქვთ მშობლებისგან, მეგობრებისგან, ან ასე ვთქვათ, ყოფილი აბიტურიენტებისგან, რომ ეს არის რაღაცა ძალიან დიდი მოვლენა და იმის მაგივრად რომ ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გაამხნევონ, ან სულ სხვა კუთხით დაანახონ, რომ გამოცდებია დიდად არაფერს არ იწყოს, უბრალოდ გამოცდა. პირიქით რაღაცნაირად უფრო აშინებენ რა და ორმაგი სტრესია მე მათთვისაც, იმიტომ რომ მეც ძალიან ფიზიკური სიმპტომები დაისახება და ჭრიშმატკი და ამანი მომკომენტარებდა გამოსდების შედეგებზე. ფიზიკური ემოციები. კი, აი, მარიამ, რაც ახლა ამბობ არიან, კი, მოლოდინები ერთია რომ მე მაქვს მოლოდინი, ჩემი საკუთარი თავის მიმართ, ხო, რას ვიზამ, იმიტომ რომ მეტაკლებად ეხლა ყველაზე კარგად საკუთარი თავი ვიცი ჩვენთვის. ხო, ედისი შესაძლებლობა მაქვს, რა შეიძლება ველოდე და თქვათ, რისი მოლოდინი შეიძლება ამიტომ მქონდეს. ახლა რაც შეეხება მშობლების ამბავი, ეს კიდე სხვა თემაა, ხო? და სხვათა შორის ხშირად, როგორ გითხრათ, აი ძალიან ცუდად ზემოქმედებენ ბავშვებს, განსაკუთრებით როცა ბავშვი პატარა. უწესებენ რაღაც ძალიან მაღალ თამასას, ისე რომ არ უფიქრდებიან მისი შვილის შესაძლებლობებში ეს არის თუ არ არის, მისი შვილის ინტერესებში ეს არის თუ არ არის და ხშირად ნახეთ რა ემართებათ მშობლებს, ადამიანებს ზოგჯერ გვემართება ისეთ, რომ გვაქვს რაღაცა მიზანი, გვაქვს რაღაცა ოცნებება და ვერ მივახციეთ. რაღაცა შემიშალა ხელი, ვერ შეიძლება მიზეზი იყოს. მშობლები ადამიანები არიან, ხო? აი თავის დროზე მას თვითონ უნდოდა რაღაცა, თქვა სიტყვაზე უნდა რომ გამთარგმნო ეს. ხო. პროექცია სხვა რამეა, ნახეთ ეს რა არის, ეს არის სურვილი იმისა, რომ ის რაც თავი თვითონ ვერ მოახერხა, ის რეალიზებაც ეხლა მისმა შვილმა მაინც მოახერხოს ეს. აი მე ვერ გავხდი იქ, იმიტომ რომ თქვა ხელშეწყობა არ მქონდა რაღაცა ხელი შემიშალა, ასე არ დაუჯავდი და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა შვილი მყავს. და ნახეთ ხშირად როგორ არის, აი დაიბადა ბავშვი და აი მშობლებს უკვე წარმოდგენილია, ხატიათ როგორი იქნება. რა მიმართულებით წავა, რა პროფესიას აიჩევს, რამდენი ენა ეცოდინება და ბავშვი ჯერ არის შვილი. საერთოდ ამ ყველაფერთან ამიტომ მოშორებულია. და შემდეგ ნახეთ რა ხდება, კიდე გარკვეულ მშობლებს არ არის ნამდვილად, მაგრამ არის ასეთი შემთხვევები, ხო? და მე ახლა შვილები არიან, შვილებზე გადადის ეს ყველაფერი სამწუხაროდ. და თვითონ ახლა შემდეგ როცა ბავშვი იზრდება და
ბრწყოლება აქვს და ესმის და შეუძლია იმის გადება მშობელი რას ეუბნება, ეს ვთქვათ, ეუბნება სულ აი ესმები, ანუ თვითონ ურჩევს. ბავშვი არ აძლევს გადაწყვეტილების მიღების. ხო, აი, მე რო ავარჩიო ჩემი, მე რაც მინდა. არა, შენ აი ეს უნდა რა თქმა უნდა, შობილსაც გააჩინა მოგესწრება გიქით თქვენ ეს უკვე. ნასწავლი გაქვს, ეს ამბავიც ხო და ამიტომ აი შენ ეს უნდა გამოხვიდე, შენ ეს უნდა გააკეთო და ამ დროს არ კითხულობს მიშვილს ეს თუ შეუძლია. საკუთარი თავის აღმოჩენის საშუალებას და მაგალითად შობლისთვის ვთქვათ კომპლიმენტია შეუძლებელი რომ ყველაზე კარგი უნდა იყოს საუკეთესო იქნები გამოვყავდა ანუ ეს ყოველთვის წოვას ახდენს პროცესები მე სერვისის გონებაში ვეკებ რომ მე უნდა ვიყო საუკეთესო შეიძლება რაღაც არ გამომივიდეს ანუ უნდა ვიყო საუკეთესო პირველი ხო და ნახეთ შენ ყველაზე კარგი უნდა იყო აი ეს არის ძალიან როგორ და გაუგებარი ფრაზა რას ნიშნავს ბუნებრივია ბაბა ჩვენ ყველანი გვაქვს ჩვენ დადებითი და ნაკლოვანი მხარეები რაღაცა კარგი მაქვს და რაღაცა ცუდი მაქვს რაღაცა ძლიერი მხარე მაქვს და ვიცი რომ რაღაცა სუსტი მხარე მაქვს და ამის შესახებაც ვიცი ყველა ზოგჯერ პრინციპში შეიძლება არ ვიცოდე და მე არ მოვაჩინო და მე გავარკვევ მაგრამ ნახეთ რა მომენტია როდესაც ეუბნები არ ითვალისწინებს შესაძლებლობებს და არ ითვალისწინებს სურვილს კი ბატონო შენ სული დაგვით გინდოდა ექიმობა და ეხლა შენი შვილი გინდა რომ გახდეს ექიმი კითხე შენ შვილს ეს იტაცებს თუ არ იტაცებს და შეიძლება და საერთოდ ცისხლის განაყოფაზე თუდად ხდება. აი როგორ წარმოუდგენია მშობელს ასეთ შემთხვევაში რომ შვილი ექიმი გახდეს, ხო? ასე რომ და ეს არადა ბავშვიც როგორია, განსაკუთრებით აი ეს კოლონდელი ასაკის ჩათვლით, ხო? ანუ მას ჯერ არც ცნობიერება არ ჩამოყალიბებული, არც ცნობიერება და ფაქტიურად რასაც ეუბნებენ, ყველაფერი მიდის არაცნობიერში. არაცნობიერში ეხლა როგორი ბეჭდება, როგორ რჩება და როგორ ილექება, კი მოგახსენებათ ეს ამბავი, ხო? ამიტომ ბავშვი ჯერ იმის გააზრებასაც ვერ ახდებს მშობელი ასეულები და მიკლაპავს ეს ინტროექტების სახით, ხო? ხო, სულთა დაფა, კი ეხლა თუ სულთა დაფას შევადარებთ, რასაც ლოგი აკეთებდა, მთლათმასეც კი არ არის, რომ თვითონ ბავშვი არაფერში არ მონაწილეობს, თვითონაც აქტიურია, ხო? მაგრამ მშობელი მაინც ბავშვისთვის არის ყველაზე ძლიერი ავტორიტეტი, განსაკუთრებით აი როცა ბავშვი პატარა, ამიტომ პირველი მაგალითი. რა თქმა უნდა, ქცევის მოდელია, ასე ვთქვათ, კი, სამყაროს ცენტრია და რასაც მშობელი ეუბნება, ბუნებრივია, იმას ღებულობს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. და ეს ყველაფერი რჩება მის არაცნობიერში. იდენტიფიცირებას მაინც დედას ან მამას უკეთებს. თავსავად ცხადია, ხო, ეხლა სკესიდან გამომდინარე, გოგონები დედასთან და ბიჭები მამასთან. ხო და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, მე კი არ მინდა და არ სულ არ მაინტერესებდა ამ სულს, მაგრამ აი დედას ეს უნდა, მამას ეს უნდა და ხათრის მომენტია, არ ვაწყენინო, სხვანაირად რო გავაკეთო, გული არ ვატკინო. და ეს დასრულობაში მე რეიცი აისახება, რომ კი ბატონო, ანუ ნახეთ, თუ სულ მას ესმის, რომ ეს უნდა, იქ აღარჩება მინდა. ახლა ჩვენი სიტყვით რომ ბავშვებისთვის არის უფრო მინდა, დიდებთან არის უნდა და ძალიან კარგი როცა ბალანსია მინდასა და უნდა შორის, ხო? მაგრამ აი დიდობაშიც ხშირად გვემართება ისე რომ მე უნდა ეს ვქნა, მე ეს უნდა გავთან საუკეთესო უნდა გავაკეთო. რაღაცა არანაირი ესე ვთქვათ ხარვეზი იმაში არ უნდა იყოს და ჩვენც ახლა ადამიანები როგორ გითხრათ ცოცხალი არსებები ვართ, ჩვენი რესურსები გვაქვს და ჩვენი შესაძლებლობები, ხო? რაღაცა მომენტში უკვე აღარ შემიძლია ვატყობ. არა და ის თამასა რომ დამიწესეს, ან მე თვითონ დავუწესე საკუთარ თავს, ესე შეიძლება ვატყობ რომ ვეღარ გაჭავე ისე ვთქვათ, ხო? და ზოგადად როგორ შეიძლება რომ მსგავს ასე ვთქვათ სტრესულ ფაქტორებს ვებრძოლოთ ან რაღაცნაირად ნახეთ ეხლა რა შეასაქმე თუ ლაპარაკობთ იმაზე რომ აი მშობლები აპროგრამებენ და მე ეს პროგრამა უშლის მას ხელს ეს როგორ გითხრათ ამას ადამიანი ვერ ხვდება ანუ ვერ ხვდება რომ ეს არის ის პროგრამა რომელიც მას ძალიან ადრე ბავშვობაში ჩაუპროგრამეს და ეხლა მიდის ასე შემთხვევაში ეხლა თუ ფსიქოლოგია მიხვდება რა ჭირს თუ არა და დაჭირდება დაუშვათ თერაპია და შეიძლება იქ მიხვდეს ვერ და აღმოჩინოს თუ რა რაში ყოფილა საქმე.
ეს არის მარტივი ამბავი არა, მაგრამ თუ ამას გააცნობიერებთ თავშესა სპეციალისტის დახმარებით, მერე ბუნებრივია უკვე იწყება ახალ სცენარზე მუშაობა, რომ მე სცენარი ამით ჩაანაცვლოს და თქვა არ გაიმეოროს და არ წავიდეს ზუსტად ისე, როგორც დავუშვათ წავიდა მისი დედა, როგორც წავიდა მისი ძაღლმა, მაგრამ ეს როგორც გითხართ, ახლა თქვენც კი გესმით, რომ ათვილი არ არის. იმიტომ რომ თვითონ აი ახალგაზრდა თქვა, საერთოდ ვერ ხვდება ამას, რომ ეს რატო არის ასე, საიდან არის, რატო ფიქრობს, რომ მაინც ასე უნდა გააკეთოს, რატო გონია, რომ მაინც საუკეთესო უნდა გააკეთოს, ან დავუშვათ იგივე წინადადება, ხო, შენ ყველაზე კარგი უნდა იყო. როგორ გაიგოს ბავშვმა, რას ნიშნავს ყველაზე კარგი უნდა იყო. ამ შობელი არც იმას არ ეუბნება, რას ნიშნავს ყველაზე კარგი და საუკეთესო, ხო? და პრინციპში შეუძლებელია მაგისი თქვა. აი ქართული გამოთქმა როა, ხო, ჯობის ჯობი არ დაილევაო. ასე როგორ შეიძლება მე ვთქვა, რომ მე ვარ საუკეთესო ჩემ პროფესიაში და ჩემზე უკეთესი არ არსებობს. ეს ხო აბსურდია და სიძულვაა. საკუთარი თავიდან იწყება, აი მაგაც ცარიელი ადგილიდან არაფერი არ არის. რაღაცა იცის, რაღაცის წინაპირობა მას ხონდა და ხა ეს წინაპირობა რა იყო, ყველასთან ინდივიდუალური. ხო, ისე რა მეინტერესებს, შფოთვაზე ნორმას ახდენს კონცენტრაციაზე და მეხსიერებაზე, ხო? კი. ნახეთ, შფოთვა ახდენს კონცენტრაციას, ყურადღებას კონცენტრაციას გულისხმობ, ხო, ბუნებრივია, ახდენს გავლენას იმ თვალსაზრისით, რომ მე ვერ ვახერხებ ჩემი ყურადღების მობილიზებას აი ამაზე დაცახმება გასაკეთებელი. იმიტომ რომ თავში სულ მუდმივად მიტრიალებს, ვაიმე რა იქნება, ვაიმე რა მოხდება. და ხშირად მეთქი ვამბობ, ეს არის როგორ გითხრა, ჩვენი გამოგონილი ფიქრები, ანუ რაღაცა მაგრამ კაცადიელი ადგილიდან კი არ არის ხოლმე. ხო, იმ დღეზე ვფიქრობ და ეს ნორმალურია, ხო? სხვანაირად ახლა სასწავლო უკვე აღარ გამოდის თუ გარკვეული ფირმა არ უნდა რას ვიზამ როგორ ვიზამ, მაგრამ როდესაც მე წინასწარ ვიწყებ უკვე ნერვიულობას იმაზე და ამოვარდნილი ვარ, ესე ვთქვათ, კალაპოტიდან იმის გამო, რომ ვაიმე და რა იქნება და როგორ იქნება, ხო, ეს უკვე ნამდვილად შფოთვა, მაგრამ აქაც არის რაღაცა პიროვნული ნიშნები, თვისებები, რის გამოც შეიძლება ვიღაცა არის უფრო მეტად შფოთვიანი, ვიღაცა ნაკლებად შფოთვიანი, ხო. ჯერ ერთი ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ თუ მაგალითად დედა არის ხო, შფოთვიანი, ნახეთ, აი გენებში შეიძლება ეს კი არ არის ჩადებული, მაგრამ დედა არის მოდელი მისი, ხო? თქვათ, ყველაფერზე დავუშვათ, მამამ დააგვიანა ცოტა სამსახურიდან მოსვლა. და დედა უკვე ადგილს ვეღარ პოულობს, აღარ იცის ვის დაურეკოს, რა გააკეთოს და ბავშვი ამას ხედავს, ხო? სხვა შემთხვევაშია, როცა მოდელიც არის ასეთი, ესეც გარკვეულად შეიძლება განაწყობდეს მას იმისკენ, რომ ასეთი სიტუაცია როცა არის, ასე უნდა მოვიქცე მე, ანუ უნდა ვიშფოთო აუცილებლად, ეს იქნება სწორი ქცევა ჩემგან. ან შეიძლება ისიც არის ის რის გამოც შფოთავს მისთვის რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია. თუ ძალიან ღირებულია, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში უფრო შეიძლება იყოს შფოთვის და სტრესის გამოწვევი. აი გამოცდილება ვახსენეთ მაგალითად, ხო? გამოცდა რა არის? ეს არის ჩვეულებრივი ეტაპი, ხა როცა ვთქვათ ადამიანი სკოლაში სწავლობს, უნივერსიტეტში სწავლობს, ცხადია აქ ამის გარეშე არ გამოდის. ბუნებრივია ეს არის ასე ვთქვათ, ცოდნის შემოწმება, ესე ვთქვათ, შუალედში, ხო, სანამ შემოვიდოდი დიპლომამდე და მიიღებდა დამსახურებულად იმისას დიპლომს. ანუ დოქტორ დამსახურებულადაც შეიძლება მოხდეს ასეთი ამბავი სამწუხაროდ. მაგრამ და ასე რომ ვიცი რომ გამოცდები გექნება. ხო? მაგრამ ნახეთ, როგორ უყურებთ გაერთო ამ გამოცხადს, თქვენი დამოკიდებულება ნახეთ განწყობა და ღირებულების თვალსაზრისით. თუ თქვენ თვლით რომ თუ მე გამოცდა ვერ ჩავამარე, ან ისე არ ჩავამარე, როგორც მე მინდა, მორჩა, დამთავრდა ქვეყანა, დაიქცარა ცხოვრება, თავდება ამითი. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში თქვენ გამოცდის წინ და საკმაოდ გექნებათ გაცილებით უფრო მაღალი დონის სტრესი და მაღალი დონის შფოთვა, ვიდრე მაგალითად თქვენს მეგობარს, რომელიც ასე არ უყურებს. ეხლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სტუდენტისთვის ან მოსწავლისთვის გამოცდა არის კი სერიოზული ამბავია ნამდვილად, ხო? და ხა მისი მთლად გაუფასურებას და გამოცდა დიდი ამბავი. ასეთი დამოკიდებულებაც თათ სწორი არ არის, იმიტომ რომ შესაბამისად შედეგი შეიძლება თათ კარგი არ მოგოს, მაგრამ თუ ჩემთვის ამას აქვს მეტად დიდი ღირებულება და
ვფიქრობ, რომ აი ეს თუ არ ჯავარეთ ამთავრებულია ჩემი საქმე, ну, ახლა ბუნებრივი ეს ასე არა. ასეთნაირად ვუყურებ, ცხადია ჩემი სტრესის დონეც მაღალი ხდება და შფოთის დონეც მაღალი ხდება. და სხვათა შორის აი ბატონი გურამი ამბობდა ცხონებული, სულ ესეთი ფრაზა ჰქონდა, მერე რა. და როცა შედიოდა ჯგუფში სტუდენტებთან, აი გამოცდაზე გადიხარ და ვეჭერა, მერე რა. თქვენ რაღაც ესე არ მოგდა როგორ შეგვიდოდა. მერე რა. და ხუმრობდა ხოლმე, რომ ჩემ სტუდენტებიო ყველაზე სწრაფად ამასწავლებლები. რომ მერე რა. და ეს ახლა ცოტა ესე თქვათ უტრიებას აკეთებდა მართალია ამისაც, მაგრამ ნახეთ რა იგას გულისხმობდა მაშინ, როცა შენ ღირებულებას რაღაცით ამცირებ, ანუ ძალიან დიდ ღირებულებას არ აჩვენ რაღაცას, ხო? და აი ნახეთ ფაქტიურად კაცმა რო თქვას, აი გამოცდა ვერ ჩავყარ გამოცდა. აი ვერ ჩავყარ ესე ვერ მივიღე 91 ან 92 კულა, ხო? აი რა ხდება? ხო, აი ნუ გავანალიზო. რა მოხდა ამით? ანუ ცხოვრება დამთავრდა. ვინმე გარდაიცვალა. მე მოვიწყდი. ხო? არაფერი ასეთი არ მოხდა, ხო? აი ყველაზე უფრო ცუდი და გამოუსწორებელი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის როცა ადამიანი გარდაიცვალა. აი ეს არის მართლა ის რეალობა და ის სიტუაცია, რასაც არაფერი აშუქებს. რასაც ვერაფრით ვერ შემოევლება. დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. კაი, გავედი ახლა ვერ ჩავაბარე, მე ხო ვიცი რომ აქვს გადაბარების საშუალებაც, ხო? გამაანალიზებ, რატომ ვერ ჩავაბარე გამოცდა. მიზეზები იქნება აუცილებლად, ხო? ან იმის გამო რომ მე იმდენად წინასწარ დავაპროგრამე ჩემი თავი წარუმატებლობის კირքენ რომ ჩავვლავდი მერე, არის ხო ასეთი თვითონ შესრულებადი წინასწარ მეთვალება სოციალური ფსიქოლოგიაში სწავლით. ანუ როდესაც მე წინასწარ ვაპროგრამებ თავს, რომ მე ამას ვერ ვიზამ, მე ამას ვერ გავაკეთებ. და ხო, აი ნახეთ რა არის თუ მე წინასწარ ვაპროგრამებ ჩემ თავს წარუმატებლობისკენ ამ გამოცდას არა კაცო ვერ ჩავ ვერანაირად. დიდი ალბათობით არ ვამბობ, რომ აუცილებლად. დიდი ალბათობაა ისი, რომ მე ეს ვერ ჩავაბარ, რომ ვერ ჩავაბარო კარგად. ისე როგორც მინდა მე. ანუ ეს ჩვენ თვითონ რას ჩავაგონებთ საკუთართან ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის აი გამოცდის წინა საგამოცდო სტრესის შემცირების და გამოცდების ესე ვთქვათ უკეთესად ჩაბარების და კარგად ჩაბარების ერთ-ერთი ხერხი არის სწორედ ესე დადებითი აფირმაციები, ხო? მე ამას შევძლებ, მე მობილიზებული ვარ, ჩემი გონება კარგად მუშაობს, მე მშვიდად ვარ, მე წყნარა. ხო, მე რასაც თუ მივახოლე, მაშინ ნამდვილად გამოჩნდება მართლაც და მე რა. ხო, კი, კოგნიტიურ თერაპიას ეს შემთხვევაში ძალიან კარგად მუშაობს, თუ ნახეთ თუ ადამიანს იმდენად ძლიერი აქვს ეს წინასაგამოცდო სტრესი, რომ ფაქტიურად ხო, ვერც კონცენტრირებას ახერხებს. ბუნებრივია, რას კითხულობს, იმას ვერ იმახსოვრებს, იმიტომ რომ ყურადღებაზე რეაქცია და რა წაიკითხა, თვითონაც არის, ხო? არის შემთხვევა, ან დაუშვათ თუ საერთოდ უძილობა აქვს, საერთოდ უმადობა აქვს, იმიტომ რომ სტრესულ სიტუაციაში და ეს საგამოცდო სტრესისთვის დამახასიათებელი არის, არა მარტო ემოციურ დონეზე რეაგირება, არამედ სომატურ სხეული რეაგირება, ფიზიოლოგიურ დონეზე რეაგირება და ასეთ შემთხვევაში მაგის დაკარგვა, უმადობარ პირიქით გაძლიერებული მადა, უძილობა, ზოგს აღდგენილი ძილად ვარ ნახა, ხო? აი ეს არის ის ამბები, რაც ხდება და რაც ნამდვილად ძალიან ხელშემშლელია და ნამდვილად არის მოსაგვარებელი. ძალიან კარგი რელაქსაცია. რელაქსაცია რა და 1000 სავარჯიშოა მაგისი, მაგრამ ეხლა გამოცდაზე ვარჯიშვე დაიწყებ ცხადია, ხო? მაგრამ ეხლა ის მაინც შეგიძლია აფირმაცია კი ეს მე გავიყენე ეს პირველი გამოცდა და მედიტაცია. მანამდე კი შვედიაში უშუალოდ კი დროს არ მანამდე ხო, მედიტაციაზე თვალაბარაკი, მედიტაცია ძალიან კარგი სტრესის მომსახურებაა. ხო, მე თვალაბარაკობ რელაქსაციაზე, მაგაზე მე ვიტყვი. ხო, აი და ბუნებრივი სინია ფაქტორი ზედმეტობა დაძლევაში. მაგრამ გამოცდაზე ვარ უკვე გავშეშთი. ერთია რომ თავში უძახო და აბა ახლა
ხიზი და დაფიქრდი, თორე ცუდად არის შენი საქმე. მეორეა ცუდად ზერტოწუთიანი რელაქსაცია, ანუ რელაქსაცია, კულტურული რელაქსაცია. მოუჭირე ძალიან, მოუჭირე შევკარგე, ზევარზე უკან გამიწევდი ხო? შევკარგე ძალიან, მაგრამ მე ცოტა გამუშვა. ხო, ან კულტურული რელაქსაციასაც ქვია, ხო? კიდე მოუჭირე, რამდენჯერმე შეგიძლია ფეხები რა შემიძლია ძალიან დაბაწექი, მე მოუშვი და ანუ აი ეს დაძაბულობა და მოდუნება ესეც გვეხმარება იმაში რომ ესე ვთქვათ მოვიდეთ აზრზე სადვა და ხო მობილიზდეთ მოკლედ გარდა ამისა გავიხსენოთ ის რომ მე მეცადინეობდი გავიხსენოთ უნდა ის რომ მე ეს საკითხები ყველაფერი ვიცი ყველაფერი ვისწავლე ახლა ვიცით როცა ვამბობთ ტრანსპორტის ხუთის კი არა რომ მე ვიყურები ციკლში არ დავუშვათ კომპიუტერში და თამბობი ეს არა ვიცი ვიცია როცა მე ჩემი ძლია დავჯე დავუშვათ ან წამოწვე და როდესაც მე გაკეთებული მაქვს და ყველა საკითხი ესე გავლილი მაქვს გონებაში ბუნებრივია ეს უნდა გავახსენო ჩემს აზრს ვიცი რა შეხომ ეს ყველაფერი ვიცი შეხომ ეს ყველაფერი მომოლილი გაქვს საკუთარ თავში და ამასობაში ახლა მართლა პრინციპში რუსის ემასაც კი გააჩნია როგორი აქვს ადამიანის რამდენად ემოციურია მაგრამ ეს ხერხები მეტნაკლებად უკვე აზრზე მოსვლაში და ამ სტუპორისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და მე უკვე წაიკითხავს კიდევაც რა არის დაფიქრდება ამაზე გაიხსენებს და თქვა დიდი ალბათობით მე წავახო აი ეს დასაწყისი ეს რომ მოვიხსენოთ ეს გაშეშების კომანდა აი ეს რაღაცები შეგვიძლია გავაკეთოთ და ისეც აი სტრესის მოსახსნელი მაგალითად არის ძალიან კარგი ფიზიკური აქტივობა ვარჯიში რომელიც გინდა აერობიკა ხო იოგა მედიტაცია რელაქსაცია ოღონდ სრული თავიდან დაწყებული ბოლომდე დამთავრებული როცა უკვე როცა სახლში ვარ მაგრამ გამოცდაზე ესეთი პატარა რელაქსაციები შეგიძლიათ გააკეთოთ ისე რომ კაცი-შვილი ვერც გვხვდება დასაკეთებთ კი და ამ დროს თქვენ ესე ვთქვათ დაუბრუნდებით იმაზე სადაც ხართ და მე კიდევაც აღიქვამ იმას რასაც გითხულობ ყურადღებას მობილიზებასაც მოახდეთ გაიხსენებ კიდევაც ამ თავარია დამშვიდე და კიდე ძალიან კარგია სუნთქვითი ვარჯიშები რაც პრინციპში თქვენ გამოცდაზე შეგიძლიათ გააკეთოთ ვაფრთხილებ ჩემს სტუდენტებს რომ მოხვალთ ცენტრში და დაჯდებით ჯერ რამდენჯერმე ხმად ჩაისუნთქე და თქვა ოთხის წლაში შეისუნთქე ცხვირი და თუ გინდა ოთხის იმაში გამოუშვი ოღონდ პირდა ცხვირი შეისუნთქე ოღონდ ეს არ უნდა გააკეთოთ ჩქარა ეს უნდა გააკეთოთ ნელა ძალიან რა თქმა უნდა ეს უთქვით ვარჯიში არის ძალიან კარგი და ძალიან აი ნახეთ რა შეეხმარება როცა სტრესულ მდგომარეობაში ვართ როცა შფოთის მდგომარეობა მაქვს ჩვენ ნახეთ რა ორგანიზმში ხო ჩვენი სხეულში ცვლილებები ხდება გულიცემა მომატებულია მაჯა გახშირებულია სუნთქვა გახშირებულია და როდესაც მე ნელა სუნთქა აი ეს გვეხმარება გულისცემის შენელებაში და დუდ ასეა ხო ის ნელ-ნელა დგება თავის რიტმში და ხა გულისცემა რომ ნორმალურია და თავისუფლად სუნთქვა ბუნებრივია მე უკვე მობილიზებად საწუთრო ადვილად ვამერხებ და თქვა იმ საკითხზე დაფიქრებასაც უფრო ადვილად ვამერხებ თუ ეს სიტუაცია ძალიან ქრონიკულში გადადის ამგვარად ადამიანები რა ხერხებს საკუთარი თავის კონტროლს მიუხედავად იმისა რა ხერხს ამინდა მომერთოს ამ შემთხვევაში რა სპეციალისტი ხო არა მასეთ შემთხვევაში ეგნა მეტად მდგომარეობა უკვე მასეთ შემთხვევაში ცხადია საჭიროა და უბრალოდ ამიტომ ის გამინდა რომ ანუ შეიძლება შენი ემოციების იგნორირება გამოსდეს ეხება თუ სხვას როდესაც ეს ყველაფერი ქრონიკულია და საკუთარი თავში ეკუთვნის ძალა მაგალითად უკვე აღმოჩენილი რომ შენ თავადაც შეგვიძლია ყველაფერთან გამკლავება ჯობია სპეციალისტი კი რა შფოთვას მეადრებდი რაღაც სამომგრეველ დესტრუქციულ ჩარჩოებში და აი დავუბრუნდი და არაჯანსაღი თვითგადარჩენის მექანიზმები მქონდა გამომუშავებული აქცია უარყოფა ინტელექტუალიზმი კი მიუხედავად იმისა რომ კარგია რეალურად შფოთვის მიზეზის გამოჭრავება აი ამ მიზეზში ჩაღრმავებაც მიყვართ რაღაც ასე ვთქვათ ტოქსიკურ პატერნები და ძალიან დიდი დრო დამჭირდა რომ ეს შფოთვა მიიღო როგორც ჩემი ნაწილი და არა როგორც რაღაც რომელიც განსაზღვრავს და დღესდღეობით უკვე ვაცნობიერებ რომ შფოთვასთან უნდა დავსხდე და ვისაუბრებ და გავუგო და კი არის რაღაც ხალხზე და პრესში არის რაღაც ჩავარდნები როცა აი თვითკონტროლს ვკარგავ მაგრამ
რეაგირებას და ზეგავლენა მაქვს. და აი აქედან მემატება კითხვა. შფოთვა ხო არის სიგნალი, უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც გვანიშნავს, რომ ჩვენი ნერვული სისტემა არის უკვე გადატვირთული. და ანუ როგორ უნდა ვმართოთ, რა სტრატეგიები? ნახეთ ახლა რა შეასაქმე შფოთვაც არის და შფოთვაც. და შეხედეთ ნებისმიერი ემოცია არის რაღაცისთვის. ხო? ამის უკან რაღაცა დგას, რაღაცა მოთხოვნილება ყოველთვის, რომელსაც ჩვენ ასე ემოციურად გამოვხატავთ, ხო? ამიტომ, როდესაც შფოთავ, ბუნებრივია, უნდა დავფიქრდე რატო. იმიტომ რომ თუ მე მივა მიზესამდე და მიხვდები რატო შფოთავ, მე ამასთან გამყრება უბრალოდია. ზოგადად როცა ვიცით რაღაცას რა იწვევს, რეაგირება არის გაცილებით მარტივი მასში. ასე რომ იმისი თქმა, რომ არ უნდა ჩაუღმავდე გამომწვევ მიზეზს, არა, თათასეც არა. ხო? უნდა მიხვიდეთ და თუ შენი შეეძლებდა მიხვალ იქამდე რომ მიხვდეთ რა იწვევს ამ შფოთვას. ცხადია, მე ამაზე რეაგირებას უკეთად მოახსენე. ანუ მე მოძებნის სტრატეგიას რა შეიძლება მე ამ დროს გავაკეთო. ხო, რა თქმა უნდა, რამაც გამოიწვია ჩემი შფოთვა, იმიტომ რომ ტყუილ არაფერი არ ხდება. კი ვამბობ, ვიღაცა უფრო შფოთიანი და ვიღაცას უფრო დაბალია შფოთვის ზონე, მაგრამ თუნდაც რა თქმა უნდა, რაღაცის გამო შფოთავ, ხო? და ამიტომ მე თუ ჩემით მოვახერხე და მივედი იქამდე რომ დავიჭირებდი, ხო, კარგი. თუ არა და დამჭირდება დავხმარება სპეციალისტი, აი რატომ, საიდან. და ერთი შეხედვით შეიძლება ისეთი შფოთვა ფობიამდე იყოს და ვეუბნებოდე რატომ. და არა და მიზეზის თვითონ ფობია იყოს ძალიან როგორ გითხრათ, სხვისთვის ასაცილო ისეთი რაღაცის ეშინოდეს, ხო? მაგრამ იმასაც თავისი მიზეზია გაუცილებლად, უბრალოდ შეიძლება იმდენად ადრეულ პერიოდში მოხდა რაღაცა, რამაც გამოიწვია, რომ ჩემით უბრალოდ ვერც ვიხსენებ. ხო და ტრიგერი უკვე რაც იწვევს ხალხს, ხო, მაგრამ მე ჩემით ვეუბნები, რატომ იმართება ასე. იმიტომ რომ ძალიან ადრე მოხდა ეს და ყველა რა კავშირია ჩემს. ასე კი, ასე შემთხვევაში ჭირდება დამყარება. თუ ჩემით მივაგერი ამისას თუ გადასარევაში, რამენაირად სტრატეგიას მოძებნი, რომ მოსწონს და უშუალოდ ზოგადად ჩვენ ყველა ჩვენი ემოცია უნდა მივიღოთ. აი მაგალითად, თუმცა არის ხო კულტურაში, რომ აი ეს არ უნდა გაფრასდე. შფოთვაც ხო იცი რაღაც. კი, ესეთი ემოციური მდგომარეობა, როგორ არ უნდა გაფრასდე. ბრაზიც ხო ადამიანია, ესეთებია. ახლა არ უნდა გაგიხარდეს, რაღაც კაცური არ უნდა. როცა გიხარია, კი, გიხარია და გასაგებია. სოციუმში ძალიან გაჯერებული ნეგატიური ემოციების მიუღებლობა. თუმცა საქართველოში. ჩვენთანაც ასეა, კი ბატონო. ხო, აი, არ უნდა გაბრაზე, არ შეიძლება მშობლებზე გაბრაზე, როგორ არ შეიძლება გაბრაზე რაღაცას ისე აკეთებენ, რომ აი ბრაზი როდის გვიჭდება ჩვენ. როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც გვინდა. ხო? აი ფრუსტრაცია, ბრაზიც რაღაცა მსგავსი ემოციებია ჩვენთვის და კი უნდა გავბრაზეთ, უბრალოდ ნახეთ ერთი ამბავია, რომ მე გავბრაზდე, მაგრამ მეორე როგორ გამოვხატო? ხო, აი გამოვხატოს რაც შეეხება, იმჭირდება უკვე გაკონტროლება, როგორი ფორმით გამოვხატო, ხო? და ხა ბავშვს უნდა ასწავლოთ, ბავშვს ეუბნებიან, ხო? არ შეიძლება გაბრაზე, ცუდი გოგო ხარ, ცუდი ბიჭი ხარ, თუ გაბრაზები. არ გონიბრაზდება ბავშვს, ხო? და აი პატარა ბიჭი თქვა, 2 წლის, 3 წლის წაიქცა, გადაიწყალა მუხლი, ეხა ბავშვი სკოლას გამომიწვია და ნამდვილი წარი ამბავია და ტირის ბუნებრივია ეთკინა და ტირისგან ტირის, ხო? ეგა ხო და ყველაფერში უშვის ხელს და რა გადგირებს შენ ხომ კაცი ხარ. ჯერ ესეთი კაცი არა. არის ბავშვი, ხო? და ნახეთ რამე სიჯიმიდის და ადრეული ასაკუთრებით ის პერიოდია, როცა პირდაპირ ესე გაუმაზრებლად ხლაპას, რასაც ეუბნებენ უფროსები და ნახეთ გამოდის რამე სიჯიმიდის მას არ მიდის მესეჯი, რომ აი ეს შენ რასაც ახლა გზნობ ეს არაფერი არა, აი გაუფასურება, ხო? აუფასურებენ მის ემოციას. მეორე მომენტია, რომ თან თურმე თუ ასეთ რაღაცას იცავს, ის უკვე ცუდი იქნება ცხოვრებაში და მე ახლა თენ ცხოვრება რომ ასე ისმის, ბუნებრივია რჩება ის, რომ მე რატომ არის მამაკაცებს უფრო უჭირთ ემოციის გამოვხატვა და აი ალექსიტიმიაც უფრო ხშირად მამაკაცებს ემართება ვიდრე ქალებს. იმიტომ რომ მას არ ასწავლეს ის, რომ შეიძლება შენ ემოცია გამოვხატო და თუნდაც ეს იყოს როგორ გითხრათ, აი მწუხარება, ო რაღაცა უსიამოვნებით გამოწვეული
უარყოფითი უსიამოვნობა, რომ ესე ჩვეულებრივი ამბავია, ესეც ადამიანურია. და ზოგადად, როცა შენს ემოციას ღებულობ, მე იმასაც უკვირდებება, რა არის ამის უკან, რატომ აქვს მე ასე. რაღაცაში მე მეხმარება ჩემი ემოცია, თუნდაც იგივე შფოთვა. ერთი მხრივ შეიძლება ის იყოს, რომ მობილიზებული ვარ, ხო? თუ რა თქმა უნდა ეს ძალიან ძლიერი არ არის. ისევე როგორც სტრესი. გარკვეულ დონეზე კარგია, უკეთესიცაა, მაგრამ თუ ძალიან ძლიერია, მაშინ უკვე ხელი შემშლელი, იმიტომ რომ მე ჩემი ჩვეული კალაპოტიდან ამოვარდნილი ვარ. ფაქტობრივად ვეღარ ფუნქციონირებ ისე, როგორც საჭიროა. ხო? ხელი მეშლება მაშინ და ეს არის უკვე ყურადღების აქცენტი, ეს პატარა დამსვენებელი სტრესი, საჭიროც კი როგორც იხარი. და აი დისტრესი ხო, მე რაღაცა სხვაზე გადავერდებ. ეს არის სწორედ ცუდი რაღაცით გამოწვეული, უსიამოვნო მომენტით გამოწვეული, უსიამოვნო სტრესორი. ეხლა სტრესორი ქვია ყველაფერს, რაც იწვევს ჩვენში სტრესს. და ეს გამოწვეულია უარყოფითი სტრესორით, უსიამოვნო სტრესორით და დისტრესი განსაკუთრებით გამომფიტავია თუ ის არის ქრონიკული. ან ნებისმიერ სტრესი შეიძლება იყოს წვავე და შეიძლება იყოს ქრონიკული. წვავე სტრესი რას ნიშნავს? აი ერთჯერადი ამ წუთას კი უცებ ძალიან დავიძაბე, მაგრამ მეორე წუთში აღარ მახსოვს. და თქვა რომ გადავდივარ უკავშირდება მანქანას და ბუნებრივია ძალიან ძლიერი სტრესი გავიცემ, მაგრამ ეს არის წვავე სტრესი. და მეორე წუთში მე რომ გავიარე უკვე ის აღარ გადავჭერა. მაგრამ ნახე დისტრესი და ქრონიკული სტრესი რა არის? როდესაც სტრესორი არ იხსნება და მუდმივად არის ყოველდღე შეიძლება ინტენსიური კი არ იყოს. ისე როგორც სტრესი ისე იყო, მაგრამ ეს რომ ყოველდღეა და არ იხსნება სტრესორი და მე კი ბატონო, აი ასეთ შემთხვევაშია ზუსტად რომ ადამიანი იფიტება ეს სტრესელი რას ამბობდა აი სტრესთან დაკავშირებით. სამ ესე თქვა პერიოდი გამოყოფა და ეს არის განგაშის პერიოდი, ადაპტაცია და მერე გამოფიტვა. განგაში რა ხდება განგაშის დროს? აი გამოჩნდა რაღაცა სტრესორი. აი თქვა გამოცემა ვიცი რომ მაგალითად რამდენიმე დღეში სტრესორია, ხო? მე ვიძაბები, ჩემი ვეგეტატიული ნერვული სისტემა, სიმპათიკური ნერვული სისტემა, ხან ზუსტად ვიტყვით, ჩაირთვება, კორტიზოლის გამოყოფა ხდება, ადრენალინის გამოყოფა ხდება. რატომ? იმიტომ რომ მე მოვახდინო მობილიზება და სტრესორზე რეაგირება. რეაგირებასთან დაკავშირებით ორი ესე ვთქვათ სტრატეგია, ან გავიქცევი, ან შევებრძოლები. ორივე შემთხვევაში ჭირდება ადრენალინი, იმიტომ რომ კუნთებში მიდის ასეთ შემთხვევაში ეხმარება იმაში, რომ შაქარი გამოიყოფა, ეს ენერგია ჭირდება ორგანიზმს. გარდა ამისა, სისხლი მიდის კუნთებისგან, აი ისეთი პროცესიც კი როგორც საჭიროა, რატომ არ ჭამის მერე ვეხმარება. და მოდუნებული ვარ და ძილი გვინდა, იმიტომ რომ სისხლი წავიდა კუნთში, რომ საჭის მონელება დაიწყოს. აი ეს პროცესიც კი ჩერდება და კუნთებს მიეწოდება და აქაც გასაგებია რატომ. მე ამ გავიქცე და რომ გავიქცე ჩქარა კუნთების ფორმაში და კონდეს ან თუ ვატყობ სტრესორი ისეთია რომ შემიძლია შევერძოლო მაშინ შევერძოლებ და გავუდგა. ანუ მეორე სტადია არის გამკლავების სტადია. მაგრამ თუ მე ვერ ვუკლავდები, თუ ეს სტრესორი აღწევს მოქმედებას, ხო? აი ასეთ შემთხვევაშია რომ უკვე დგება გამოფიტვის სტადია და გამოფიტვის სტადია ეს არის და სწორედ ქრონიკული სტრესია როიწევს ადამიანის დაუძღულებას, როგორ გითხრათ, ავადმყოფობას და შესაძლებელია სიკვდილსაც კი. აი მაგალითად, ხშირად ამბობთ, რომ მაღალი სტრესის ქვეშ ცხოვრობს ადამიანებში უფრო მეტი ავადმყოფობა და გულსისაფრე დაავადებები პირველ რიგში, ანუ ადამიანები, რომლებსაც სამუშაო აქვთ ისეთი, რომ ხშირად უწევთ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია დაავადებების განვითარების რისკიც არსებობს უფრო გაზრდილი, ვიდრე იმათთან, ვინც ასე დაძაბულ მდგომარეობაში არ ცხოვრობს, ხო? და სხვათა შორის, აი რომ ავიღოთ და შევადაროთ, აი ქალაქის ცხოვრები და სოფლის ცხოვრები, ხო? აღმოჩნდა, რომ ქალაქი და განსაკუთრებით დიდი ქალაქია, სტრესის დონე იქ არის გაცილებით მაღალი და გაცილებით სტრესულია გარემო, ვიდრე სოფელში. კი ბატონო, ბევრი რაღაცაა, ხო? ახლა სოფელში მაინც სხვა სოფელში თუნდაც ის არის, რომ ბუნებაში ხარ, მაინც
ხო და ბუნება ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც სტრესის დაძლევაში ჩვენ გვეხმარება. განსაკუთრებით თუ ადამიანს უყვარს ბუნება, თუ თვალებისთვისაც სასურველია და ზოგადად ბუნებაში ყოფნა ადამიანისთვის არის სტრესის როგორ ვთქვათ ერთ-ერთი სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საშუალება. ეხლა სტრესთან გამკლავების სტრატეგიებს თუ ავიღებთ, ყველა სხვადასხვა. არა ბუნებრივი სტრატეგია. ვისთვის რა? ეხლა აი აქტიობა თქვი ფიზიკური, ხო ვარჯიში, ცეკვა, მაგალითად აერობიკა, თუნდაც იგივე იოგა, თუნდაც რელაქსაცია, მედიტაცია, ეს ყველაფერი კარგია. ვიღაცისთვის ძალიან კარგია და სტრესის მოხსნელია მეგობართან ისვა. ხო? ესე ვთქვათ, გულის გადაშლა, თავისი განცდების გაზიარება, ვიღაცას არ უნდა, ვიღაცას უჩვენია მარტო. ძილი შესანიშნავია. როგორ არის? ძილი არის ძალიან კარგი. ეს მეორე თემა. თორე ძილი არის სტრესიდან გამოსulis და ზოგადად აი დაძაბულობიდან დასაბულობის ნოხის შესანიშნავი. და ის ხო არა, პრობლემის შემთხვევა, რომელიც სიზმარში ვთქვათ, ამ სტრესის მიზეზი. ეს ჩვეულებრივი ალბათ ანუ ყოველდღიურ მეტყოლებაში როგორ ვამბობთ, ჩამხვალოს. არის ხო ჩამხვალო. სპორტიდან არა, მარტო სპორტი არა, სიზმარი ძალიან ბევრი კოშმარები. შეიძლება კიდეც ავკეთებ რეალობიდან რა რეალობაში ხარ. თორე კოშმარები ჩვენ ყველა აგვესწრება. ხო? და ყველას აღესწრება. ყველას აღესწრება. ხო, ანუ იმასაც მიზეზი ექნება საიდან და რა. ხო. ეს სხვა თემაა, მაგრამ ნახეთ აი ეს დაძაბულობა ყოველდღიური, აი თუნდაც იგივე საგამოცდო და რაღაცა ვერ მოვასწარი დღეს და შეიძლება ესე ჩამყვეწა და ამესიდროს მერე, ხო? ვთქვათ, გავედი გამოცდაზე, მაინც ეს საკითხი შემდგა, ვერ ვპასუხე, გაჩნია. ასეთი თქვაში დიდი ალბათობით ვერ ვპასუხე და ასე შემდეგ, ასე. ეს კიდე სხვა თემაა. ამაზე მიმართებაში მოკლედ. აი საგამოცდო სტრესი კიდე რაღაცა გამოსცემდა, უცებ გამოსცემდა. საერთოდ რაღაცა მინდა გამოსცემ მივეყოლებია და ვერ მივეყოლე. კაი საკმარისი. ხო, მოგეკითხა, რატომ სტრესის დონე გავახსენე, ცოტა სტერეოტიპულ კითხვას შევა და ის სტრესის დონე ყოლიბის სქეს. ნახეთ ახლა თუ გენდერული კუთხით შევხედავთ, სტრესის დონე თავისთავად ვერ იტყვი, რომ ასე შეიძლება მაინც-ამაინც გენდერი განსხვავდება, რომ ქალების უფრო ემართება და მამაკაცებს არ ემართება, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ სტრესის დაძლევის სტრატეგიებზე, აქ ნამდვილად არის განსხვავება. რომელი უფრო კეთდება ეს უკეთ არა, ზოგჯერ ქალები, ზოგჯერ მამაკაცები შეხედეთ ნახეთ პრაგმატულობა ხალხთან ქალებსაც საკმარისად აქვს. მინდა ვიქა ნახეთ არა, მაგრამ განსხვავება არის ოღონდ ნახეთ რაში. ხა სტრესზე რეაგირების სტრატეგიას მაგათარი ლაზარუსი და სხვაებიც, რომლებიც სწავლობდნენ ამას, გამოყოფენ როგორ არის ემოციაზე აქცენტირებული სტრატეგია, არის ამოცანაზე აქცენტირებული სტრატეგია. ანუ ის რომ როგორ მოხსნა ეს, რა გავაკეთო და ემოციაზე ორიენტირებული არის მე ჩემი ემოციები გამოვხატო და ქალებს უფრო ახასიათებს ემოციური რეაგირება, მამაკაცებისთვის ხარისები ნეირონები მეტი გვაქვს ქალებს. კი ბატონო, მამაკაცებთან შედარებით ეს ვერ დავწარმოებთ იმას, რომ ჩვენ ახლა ქალები ვართ, იმიტომ გამოდით, რომ რიზოლიტი მამაკაცია და თვითონ მაგარ მოვაჩინე ეს ნეირონები მოგახსენება და თვითონ თქო ეს ამბავი. ანუ კაცებიო თუ ყოველთვის ესე პატიურები ვერ ვართო. ეს საკითხი რა თქმა უნდა ესეც უბრალოდ თქვა, ხო, მაგრამ აი ამაში განსხვავება ნამდვილად. რომ რეაგირება როგორ გამოვხატები ხა? ხო, მამაკაცები უფრო ამოცანაზე ვაკეთებენ აქცენტს, ქალები უფრო ემოციურად გამოვხატებენ. და ნახეთ კიდე რა არის სტრესთან დაკავშირებული. ახლა სტრესორი არის მოვლენა. მოვლენა თავისთვის ხდება. აი სტრესი გამოიწვევს ადამიანში თუ არა და რატომ ის იქნება სტრესი, ეს უკვე დამოკიდებულია სტრესულ რეაქტიულობაზე. სიტყვაზე ასეთი სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ. ადამიანი, რომელიც სამსახურში და ძალიან სერიოზული თანამდებობა და რაღაცა ძალიან სერიოზული შეხვედრა აქვს დღეს, ჩაიძინა
მოხდა ესე და გაიღვიძა და ხედავს რომ აგვიანდება სამსახურში. აგვიანდება სამსახურში, ეს არის სტრესორი, ხო? დაგვიანებით გამოგვიძება. და რა შვება? ფორიათი წავარდება, ჩაიცავს მართლა კუთხით, ჭამასაც ვერ ასწრებს და პროექტი რაც ასაღებია გამზადებული და წაგერ პრეზენტაცია გააკეთოს, რჩება სახლში. ეს ერთი ადამიანის რეაქცია სტრესორზე. ახლა მეორე. იგივე სიტუაცია წარმოუდგენლად ზუსტად და ხედავს რომ აგვიანებს. შვიდ ადგილზე. ნორმალურად იცნობს, საუბრობს, რეკავს სამსახურში, იცით რა. მაგრამ ამდენი ხანი მოდის გიხდი და და მე წარა შვიდად მიაქვს ეს თავისი პროექტი და მიდის. ანუ ეს უკვე დამოკიდებული ემაზე მე როგორ ვუყურებ ამას, ხო? და თუ მე რაღაც აი როგორც გამოცდასთან მიმართებაში ძალიან დიდი ღირებულების არის რაღაცა ჩემთვის და თუ ვთვლი რომ აი ესაა და ეს თუ არა და მე მოვიდი და გადავწვალე, მაშინ ბუნებრივია ჩემი რეაქცია იქნება ძალიან ესეთი მკვეთრი და სტრესი მექნება ძალიან ძლიერი. და ვთქვათ ეს დეზორგანიზაცია შეიძლება ჩემისების გამოიწვიოს, ხო? ანუ ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. როგორ ვუყურებთ ამა თუ მოვლენას? გარკვეულად შეიძლება ტემპერამენტის ტიპით თამაშობდეს ამაში დროს. აი, ვთქვათ, მელანქოლიური ტემპერამენტი ვისაც აქვს. იმისთვის უფრო ძლიერი სტრესორი შეიძლება იყოს რაღაც ამბავი, ვიდრე ვთქვათ, საგებია დღევანდელი, რომელიც ზოგადად უფრო შვიდი და უფრო აუღელვებელია და გაწონასწორებული. ხო, თავისი ნერვული სისტემიდან გამომდინარე, ესეც მოქმედებს ამაზე. ასე რომ არის სტრესორი და არის მასე ადამიანის რეაგირება და აი ამათი ეს ვთქვათ ურთიერთობის საფუძველზე იქნება დავინახოთ მერე იმას როგორი სტრესი იქნება, რადომი სტრესი იქნება და გამკლავება როგორ იქნება ეს კიდევ სხვა თემა, ხო? რომელ სტრატეგიას აიჩენს გამკლავებისთვის ყველა ჩვენ. მადლობა. მადლობა. ჩვენ